მოემზადეთ ხალხო, დღეს ვსაუბრობთ იმაზე, რაც მთელს საქართველოსა და მებრძოლთა სამყაროს ძილს უფრთხობს. ილია თოფურია, ჩვენი მატადორი, ლეგენდების მკვლელი, კეიჯში გადის იმისთვის, რომ ჯასტინ გეიჯი პენსიაზე გაუშვას. ეს არ არის უბრალოდ ჩხუბი, ეს არის ნამდვილი ქართული რისხვა. უყურეთ ბოლომდე, რადგან აქ წყდება, ვინ არის ნამდვილი მეფე. ჰა. მოდი პირდაპირ ვთქვათ და ნუ დავიწყებთ აქ რაღაც სისულელეებზე ბოდიალს. ვინც მახაჩევზე ან წარუკიანზე ლაპარაკობს თოფურიას კონტექსტში, საერთოდ აზრზე ხართ მებრძოლთა სამყაროსი. ენა ჩაიგდეთ და მისმინეთ. ახლა ამ ჩხუბზე მნიშვნელოვანი არაფერი ხდება. რა მახაჩევი, რის წარუკიანი? ეგენი მერე თუ საერთოდ ეღირსებათ ილიასთან ერთ ოქტაგონზე სუნთქვა. ახლა თეთრმა სახლმა UFC-მ გადაწყვიტა, რომ ეს არის ის ბრძოლა, რომელიც სამყაროს შეძრავს და ვინც ამას ვერ ხედავს, ალბათ თვალებში ნაცარი აქვს ჩაყრილი. ჩვენ ყავს ამერიკელი ჩემპიონი, დიდების დარბაზის მომავალი წევრი, გეიჯი, რომელიც ბეტონივით მაგარია, მაგრამ მეორე მხარეს დგას კაცი, რომელიც დღეს პლანეტის ყველაზე დიდი ფიგურაა, ილია თოფურია, მატადორი. ზოგი ლეგენდების მკვლელს ეძახის და იცით რატომ? იმიტომ რომ ვისაც შეეხო, ყველა საავადმყოფოში გაუშვა დასასვენებლად. ილია აქ აშკარა ფავორიტია და ვინც საწინააღმდეგოს ამბობს, ალბათ გეიჯის ნათესავია ან უბრალოდ ბავშვობაში თავი დაარტყა რაღაცას. მე გეტყვით პირდაპირ, ილიას გამარჯვების შანსი 70%-ია, შეიძლება მეტიც. თოფურიას მომენტი ახლა არის ისეთი მძლავრი, ისეთი ბრუტალური, რომ გეიჯი მის ფონზე სგავს ბიჭს, რომელიც დანაზე ჩანგლით მიდის. კი, ჯასტინმა ვიღათები მოიგო, სოლიდური გამარჯვება ჰქონდა, მაგრამ მოდი ნუ გავაფეტიშებთ. ზოგი ამბობს, პედი პიმბლეტი გაბერილი ბუშტიაო. ხო და ამ ბუშტმა ჩენდლერი ისე დაშალა, გეგონება კონსტრუქტორი ლეგო ყოფილიყო. გეიჯიმ კი მაგისთვისაც იწვალა. ხდებით სხვაობას? ეს ბრძოლა იქნება წმინდა სისხლის სტრაიკინგი, არანაირი ჭიდაობა. ილია არ დაიწყებს იქ გორაობას, არც გეიჯის ეყოფა ჭკუა და გამბედაობა, რომ ფეხებში შეუვარდეს. ეს იქნება კრივის მასტერკლასი, სადაც გაირკვევა ვისი მუშტი უფრო მძიმეა და ვისი თავის ქალა უფრო გამძლელი. ტრევორ ვიტმენი, გეიჯის მწვერთნელი, ალბათ ღამეებს არ სძინავს, რომ მოიფიქროს, როგორ გადაარჩინოს თავისი მოწაფე იმ ბედი, რაც სხვა ვეტერანებს ეწიათ თოფურიას მუშტებისგან. მაგრამ მოდი სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ. როგორი კარგი მწვერთნელი არ უნდა იყოს ვიტმენი, ილიას სისწრაფეს და სიზუსტეს ვერანაირი გეგმა ვერ გააჩერებს. ხალხი ამბობს, რომ ილია დღეს საუკეთესო მოკრივეა მთელ ორგანიზაციაში და როცა ასეთი დონის ტექნიკა გაქვს, გეიჯისნაირი დამარტყი და დაგარტყამ სტილის მებრძოლი უბრალოდ საზარბაზნე ხორცია. თუმცა დაძაბულობა მაინც არის. ხავი კლიმენტმა, ილიას მწვერთნელმა იწინასწარმეტყველა ნოკაუტი პირველივე რაუნდში. წარმოგიდგენიათ, პირველივე რაუნდში. ეს ნიშნავს, რომ ილია გამოვა და პირველივე წამებიდან დაიწყებს ნადირობას. ცოტა პატივისცემა გეიჯისაც უნდა ვეცეთ, რა თქმა უნდა. კაცი წლებია სისხლზღრის. ის საშინელ პრესინგს აკეთებს, ფეხებით კარგად მუშაობს, განსხვავებით ილიასგან, რომელიც ფეხებს იშვიათად იყენებს, მაგრამ გეიჯისთვის ეს არის ბოლო მატარებელი. მან თქვა კიდეც, რომ თუ ტიტულზე არ მაჩხუბებთ, მივდივარო. ხო და ახა შენი შანსი, ჯასტინ, გამარჯვება ან პენსია. მესამე გზა არ არსებობს და სწორედ ეს ხდის მას სახიფაგოს, რადგან სასოწარკვეთილი ადამიანი ყველაფერზე მიდის. თუმცა ძნელია დაიჯერო, რომ გეიჯი იზავს იმას, რაც ვერ ქნა ოლივეირამ, ვოლკანოვსკიმ ან ჰოლოვეიმ. გეიჯი არის ქაოსი, მასში არის რაღაც ენიგმატური. გონია, რომ ყველაფერი ნახე, მაგრამ უცებ რაღაც სისულელეს ჩაიდენს და ან იგებს, ან იძინებს ოქტაგონზე. მასში არის დაღლილობა, წლების განმავლობაში მიღებული ნოკაუტები, გათხეული ცხვირი და დაღვრილი ლიტრობით სისხლი. ამიტომაც აქვს ამდენი ნახის ბრძოლის ბონუსი. იმიტომ კი არა, რომ საუკეთესოა, არამედ იმიტომ, რომ ყველაზე მეტად ილახება. აბა თქვენ რას ფიქრობთ, ვინ გაიმარჯვებს? დაწერეთ კომენტარებში, სანამ ილიამ გეიჯი დააძინა. ასე ხალხო, თუ პირველ ნაწილში გავარკვიეთ ვინ არის, ახლა მინდა იმ გიჟურ ენერგიაზე გესაუბროთ, რომელსაც ეს ჯასტინ გეიჯი მოათრევს. მისმინეთ კარგად, სანამ ტვინი ჯერ კიდევ გაქვთ. გეიჯი არ არის უბრალოდ მებრძოლი, ის არის თვითმკვლელი, რომელიც ყოველ ჯერზე, როცა ოქტაგონზე შედის, ნაჭერ-ნაჭერ ტოვებს თავის ჯანმრთელობას. თქვენ გონიათ ეს ბონუსები იმიტომ აქვს, რომ ვიღაცას ეცოდება? არა. იმიტომ აქვს, რომ მისი ყოველი ჩხუბი სასაკლაოა. მაგრამ მოდით ვიკითხოთ, რამდენ ხანს შეუძლია ადამიანის ორგანიზმს გაუძლოს ასეთ ცემას? გეიჯი უკვე ჰგავს ძველ მარშრუტკას, რომელიც მხოლოდ ინერციით მოძრაობს და ნებისმიერ მომენტში შეიძლება ძრავა ჩაეშალოს. ახლა შეხედეთ ილია თოფურიას. ეს არის ქირურგიული სიზუსტე, ეს არის ცივი გონება და ისეთი მუშტი, რომელიც ადამიანს რეალობიდან აგდებს. ილია არ გამოდის საჩხუბრად, ის გამოდის დასასჯელად. ბევრი ამბობს, რომ გეიჯის სახიფათოა თავისი ლოუ-კიკებით. კი ბატონო,
ფეხებს ისე იქნებს, როგორც გაბრაზებული ვირი, მაგრამ ვინმეს გონიათ, რომ ილია მას ამის საშუალებას მისცემს? თოფურიას კრივი არის უმაღლესი პილოტაჟი. თუ გეიჯი ერთხელ მაინც დაუშვებს შეცდომას და ხელებს დაბლა დაწევს, რასაც ის ყოველთვის აკეთებს, როცა იღლება, ილია მას ისეთ საჩუქარს დაახვედრებს ყბაში, რომ ჯასტინი თავის სახელსაც ვეღარ გაიხსენებს. იცით რა არის ყველაზე სასაცილო? ამერიკელი ექსპერტები რომ ზიან და მსჯელობენ: ოხ, გეიჯის გამოცდილება, ოხ, გეიჯის განცდელობა. რა გამოცდილება, ხალხო? გამოცდილება იმაში, რომ თავით დაარტყა სხვისი ხელთათმანები? ეგ გამოცდილება კი არა, მაზოხისმია. ილია არის ახალი ერა. ის არის ის კაცი, რომელმაც ვოლკანოვსკი, ლეგენდა, კაცი, რომელიც დაუმარცხებელი ეგონათ, უბრალოდ გათიშა და გვერდზე გადადო. და ვინმე მართლა ფიქრობს, რომ გეიჯი, რომელსაც ნახევარი ტვინი უკვე შერყეული აქვს, რამეს დააკლებენს ჩვენს მატადორს, ნუ მაცინებთ, თორემ ყავა გადამცდება. აქვე უნდა ვახსენოთ ის წყალიც, რასაც ბევრი აქეთ-იქით ასხამს. ვაი, ვაი, ილიას დიდი ხანია არ უჩხუბიაო. ვაი, ვაი, სასამართლოებიო. მისმინეთ, თქვენი აზრით ილია ამ დროს რას აკეთებდა? ტელევიზორს უყურებდა და ჩიფსებს ჭამდა? აგრესიულად. ის ვარჯიშობდა ისე, როგორც არავინ. ქართველი ყაცის ხასიათი ხომ იცით? რაც უფრო მეც გვიშვლიან ხელს, მით უფრო მაგრად ვურტყამთ. ილია ახლა არის დატენილი იარაღივით, რომელიც მზად არის გაისროლოს. და პირველი, ვინც ლულას წინ დაუდგება, სწორედ ეს ჩვენი ჯაყვა ჯასტინია. გეიჯის მენეჯერი, ალი აბდელ აზიზი, ყველაფერს აკეთებს, რომ თავისი კლიენტი კიდევ ერთხელ გაყიდოს ძვირად. ეს მათი ბოლო შანსია. მათ იციან, რომ ილიასთან წაგება ნიშნავს კარიერის დასასრულს. ამიტომაც იქნება გეიჯი აგრესიული. ამიტომაც შეეცდება ქაოსის შექმნას. მაგრამ ქაოსი იქ თავრდება, სადაც ილიას მარცხენა ჯები იწყება. ილიას დისტანციის გრძნობა არის ფენომენალური. ის გრძნობს დარტყმას მანამდე, სანამ მოწინააღმდეგე საერთოდ გაიფიქრებს მის მოხნევას. ეს არ არის უბრალოდ ნიჭი, ეს არის ათასობით საათი დარბაზში, სისხლი და ოთვი, რომელიც ჩვენს დროშას ასახელებს. ხალხო, წარმოიდგინეთ ეს სცენა: ოქტაგონი, სიჩუმე, ილიას გამოხედვა, რომელიც უკვე გეუბნება, რომ დამარცხებული ხარ. გეიჯი გამოდის თავისი ზომბი სტილით, ცდილობს მიგაწვეს, მაგრამ ხვდება კედელს, ქართულ ურყევ კედელს. ყოველი ილიას დარტყმა არის როგორც ჩაქუჩი, რომელიც ლურსმალს აჯედებს გეიჯის კარიერის კუბოში. და როცა ეს მოხდება, როცა ჯასტინი იატაკზე გაიშოტება, ყველა ის ექსპერტი ჩაიგდებს ენას და დაიწყებს ახალი მიზეზების ძიებას. ნუ დაგვავიწყდება ერთი რამ. ილია ამას აკეთებს ჩვენთვის, საქართველოსთვის. მისი ყოველი გამარჯვება არის პასუხი ყველასთვის, ვინც ჩვენს ქვეყანას სათანადოდ არ აფასებს. პატრიოტული აგრესიით. ასე რომ როცა ილია იქ შევა, ის მარტო არ იქნება, ჩვენი ლოცვა და ენერგია მასთან იქნება. აი კიდევ ერთი ხუმრობა თქვენთვის. იცით რა არის საერთო გეიჯსა და ძველ მაცივარში? ორივე საშინელ ხმას გამოსცემს, როცა მუშაობს და ორივეს ერთი კარგი დარტყმა ჭირდება, რომ სამუდამოდ გაჩუმდეს. ჰა. მოკლედ ველოდებით სასწაულს. ილია მზად არის, ჩვენ მზად ვართ. გეიჯი ალბათ უკვე ეძებს კარგ დაზღვევას, იმიტომ რომ თოფურიასთან შეხვედრის შემდეგ მას ბევრი ექიმი დასჭირდება. აბა ეხლა მისმინეთ თქვენ, ვინც ჯერ კიდევ ორჭოფობთ. თუ ვინმეს გონიათ, რომ ჯასტინ გეიჯი რამენაირად გადაურჩება იმ ქარიშხალს, რასაც ილია თოფულია ქვია, მაშინ საერთოდ რატომ უყურებთ სპორტს? გადართეთ რამე მულტფილმებზე, იქ მაინც არის შანსი, რომ დაჩაგრული მოიგებს. აქ კი რეალური ცხოვრებაა. აქ ოქტაგონია, სადაც ჩვენი მატადორი გამოდის იმისთვის, რომ ეს ამერიკული ბეტონი უბრალოდ ნანგრევებად აქციოს. იცით რა არის ყველაზე დიდი ტყუილი, რასაც ახლა ინტერნეტში წერენ? თითქოს გეიჯის რაღაც საიდუმლო იარაღი აქვს. რა იარაღი, ხალხო? სახით დარტყმების მოგერიება იარაღია? მოდით ცოტა წყალიც დავამატოთ ამ ცეცხლზე. ბევრი ლაპარაკობს იმაზე, რომ ილია თითქოს ზედმეტად თავდაჯერებულია. ოხ, ილია ბევრს ტრაბახობს, ილია წინასწარ იბრალებს ჩემპიონობას. მისმინით თქვენ, პატარა ადამიანებო. ეს თავდაჯერებულობა კი არა. ეს არის იმ კაცის ცოდნა, რომელმაც ზუსტად იცის, რამდენი ოფლი დაღვარა დარბაზში. როცა შენ დღეში 24 საათი მხოლოდ გამარჯვებაზე ფიქრავ, როცა შენი ყოველი ვარჯიში არის ბრძოლა გადარჩენისთვის, შენ გაქვს უფლება, რომ ყველას ზემოდან უყურო. და ილია ამას დაამტკიცებს.
ის არ გამოდის სათამაშოდ. ის გამოდის იმისთვის, რომ გეიჯის თავისი ადგილი მიუჩინოს. სადმე რეიტინგის ბოლოში, სადაც ვეტერანები თავიანთ ძველ ამბებს ყვებიან და ყინულებს იდებენ ჩამსხვრეულ ნეკნებზე. იცით რა განსხვავებაა ილიასა და გეიჯის შორის? ირონიით. გეიჯი გავს იმ ტიპს, რომელიც ქორწილში ჩხუბს იწყებს და ყველას მუშტებს უქნებს, სანამ ვინმე დინჯი კაცი არ მოვა და ერთი დარტყმით არ დააძინებს. ილია კი არის ის დინჯი კაცი. ის არის არისტოკრატი ოქტაგონზე. მისი ყოველი მოძრაობა გათვლილია. ის არ ხარჯავს ენერგიას ტყუილად. თუ ილია ხელს იქნებს, ეს ნიშნავს, რომ გეიჯის თავში ზარები დაირეკება და ეს ზარები იქნება მისი კარიერის დასასრულის მომასწავებელი. აქვე ერთი ხუმრობა, რომ ცოტა განვიტვირთოთ. იცით რატომ არ ეპატიჟება ილია გეიჯის ვახშამზე? იმიტომ რომ ეშინია ჯასტინმა ჩანგლის ნაცვლად თავი არ ჩაყოს თეფში, ჩვეული სტილით. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ოქტაგონზე ვახშამი არ იქნება. იქ იქნება ნადირობა და ნადავლი იქნება გეიჯის რეპუტაცია. ბევრი ამბობს, რომ გეიჯი არის ყველაზე სახიფათო კაცი. დი, საკუთარ თავისთვის ნამდვილად. ილია კი სახიფათოა ყველასთვის, ვინც მის გზაზე დადგება. გახსოვთ ვოლკანოვსკი, კაცი, რომელიც წლების მანძილზე იყო დივიზიონის ღმერთი. სად არის ახლა? ილია მის უბრალოდ წაშალა რუკიდან. და თქვენ გონიათ გეიჯი, რომელსაც დაცვა საერთოდ არ გააჩნია, რამეს გააწყობს, ეს ბრძოლა დასრულდება ნოკაუტით და ეს არ იქნება შემთხვევითი ლაკი პანჩი. ეს იქნება სისტემური განადგურება. ილია ჯერ დაშლის მის ფსიქოლოგიას, მერე დაუშლის დაცვას და ბოლოს იქნება ის ერთი დარტყმა, რომელიც მტელ საქართველოს ფეხზე დააყენებს. საქართველო დღეს ილიასთან ერთადაა. ჩვენი ბიჭი არაგებს, ის მიდის წინ როგორც ტანკი და არავითარი ამერიკელი ხულიგანი მას ვერ შეაჩერებს. ილია, შენ ხარ ჩვენი იმედი და ჩვენი სიამაყე. გაიტანე ეგ გეიჯი იქიდან, სადაც მოვიდა. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, მოამზადეთ ნერვები. ეს იქნება ისტორიული მომენტი. ილია თოფურია დაამტკიცებს, რომ მატადორი ყოველთვის პოულობს გზას ხარის გულამდე. გეიჯის კი მხოლოდ ის დარჩენია, რომ ჩხუბის შემდეგ კარგად გამოიძინოს. ალბათ კარგა ხანს ეძინება იმ დარტყმის შემდეგ.